სახელითა მამისათა და აზისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დალოცველი გამყოფოს მაღალ ღმერთმა, რაც არის მიძინება ყოვლადღე და ღვთისმშობელისა. შეგწეოდეთ ყოვლადღე და ღვთისმშობელის ძალა და მადლით. წინასწარმეტყველებები ძალიან ბევრი არის ყოვლადღე და ღვთისმშობელის შესახებ ძველ აღთქმაში. გუშინ წუხს ექნა დაკითხული მაგალითად შემდეგი წინასწარმეტყველება რომ აი გამოსვლათა იაკობი მიდის მოგზაურობს და დაიძინაო იაკობმაო სასუმართან თქვა დაიდო დაინახა სიზმარიო რომ იყო უზარმაზარი კიბე რომელიც საწულებოდა ამ კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ ანგელოზები ხოლო კიბეს თავზე კი იყო მაცხოვარი როგორც კი თვალი გაახილა იაკობმა შეეშინდაო რეს უფლის ადგილიაო ეს არის წინასწარმეტყველება ღვთისმშობელზე. ღვთისმშობლის მეშვეობით სადა მიწა შეერთდა. ანუ ღვთისმშობელი არის ეციური კიბე. ხოლო აღმავალი და შთამომავალი ანგელოზები, რა თქმა უნდა, კავშირი დამყარდა ზეცასა და მიწას შორის. ღვთისმშობლის მეშვეობით კაცობრიობას მოევლინა ხსნელი მესია მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. მის მეშვეობით ხდება რო არა დამაკავშირებელი ბუნებრივია ვერ მოხდებოდა მოვლენება ღვთისმშობლის გარეშე. შემდგომი წინასწარმეტყველება რომელიც იქნა დაკითხული გუშინ წუხსზე ეს არის იეზეკელის წინასწარმეტყველება. იეზეკელი ამბობს რომ მე ვიხილეო ჭე კარიბჭე შესასვლელი ანუ შესასვლელი რომელსაც ანუ შესასვლელი სადღაც გამოქვაბულში ადგილზე რომელიც იყო დახშულიო დაკეტილიო ვერავინ შედიოდა და ვერავინ გამოდიოდა ამ კარში, დახშულ კარში. მხოლოდ და მხოლოდ უფალი შედიოდა და შევიდა და გამოვიდაო. სხვას არავისო. ეს არის წინასწარმეტყველება კვლავ ღვთისმშობელზე რა თქმა უნდა, რომ ღვთისმშობელი არის ქართული და მარ არის ქართული. შევიდა და გამოვიდა მაცხოვარი, უფალი და კარი დახშული დარჩა, ანუ ღვთისმშობელი დარჩა ქართულად. სხვა ძალიან ბევრი წინასწარმეტყველებები არის, მაგალითად, როდესაც წყალი გადმოადინა კლდიდან მოსემ. კლდე წარმოადგენს ღვთისმშობელს, ხოლო გადმოდენილი წყალი კი ეს არის თავად მაცხოვარი. ასევე მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, საგალობელია თქვენ მოგეხსენებათ, ეს ღვთისმშობლისადმი საგალობელია. ვენახი, აი ყურძენი როცა იწურება მისგან მიიღება ვენახიდან მიიღება ყურძენი იწურება და ღებულობ ღვინოს ყვასია რომელიც შემდგომ კურთხევის წირვაზე კურთხევის შედეგად გარდაიქცევა სისხლად ხომ ვენახი ეს არის ყოვლადღე ღვთისმშობელი შენ ხარ ვენახი საგალობელი რომ დაწერა ჩვენმა წმინდა მეფემ დამიანემ დემეტრე პირველმა მეფობის დროს დავით აღმაშენებლის შვილმა შენ ხარ ვენახი ეს ღვთისმშობელზე ნათქვამი ძალიან ბევრი წინასწარმეტყველებები არის ყოვლადღე ღვთისმშობლისადმი ძველ აღთქმაში. ძალიან ბევრი არის, აი ყველა ჩამოსვლა არ არის არც აუცილებელი. და ჩემო ძვირფასებო, აი ჩვენ მე თქვენ ხშირად ამდენჯერმე მაქვს მოყოლილი რომელი ასეთი შეკითხვით, რომელი ისურვებდით ასეთი გოგონას ცხოვრებას, ან ვინმეს თუ უსურვებდით ხო. შემამრევლმა იცის, მაგრამ გავიმოორებ კიდე ერთხელ. დაიბადა გოგონა, აი რომელი ისურვებდით ასეთ ცხოვრებას, ან თქვენიანს თუ უსურვებდით. გოგონა დაიბადა, რომელსაც მოხუცი მშობლები ყავდა. მიაბარეს ეკლესიაში, იქ იზრდებოდა. შემდგომ არავის უკითხავს მისთვის ვინ უყვარდა. ან გზნობა ხო არ ქონდა ვინმეს მიმართ. გადაწყვიტეს ვისთვის უნდა მიეთხოვებინა და მიათხოვეს მოხუცებულს. რომელსაც პირველი ცოლი გარდაცვლილი ყავდა და მისგან შვილები ყავდა. გარკვეული დროის შემდგომ ქვეყანაში ისეთ ვითარება შეიქმნა, რომ დევნა დაიწყო იმ ოჯახის. და ესეც იძულებული იყვნენ წასულიყვნენ ქვეყანას გარეთ. უკარო ბრუნდება ერთი შვილი ყავდა. შვილი შემდგომ ექიმი ხდება თქვა ასე მოგიყევით. გახსოვთ ალბათ. ექიმი ხდება და კურნავდა ხალხს. და შემდგომ ბოროტ ადამიანება შეიპყრეს ეს სრულად ახალგაზრდა 33 წლის ასაკში შვილი მისი. ცემეს
აწამეს და წამებით მოკლეს და ეს ყველაფერი გააკეთეს ან დედის თვალწინ. შემდგომ 20 წელი და 22 წელი, 20-22, ზოგი წყაროთი 20, ზოგი წყაროთი 22 წელი კიდე იყო ამ მიწაზე და მერე წავიდა ქვეყნიდან. ვინმე ისურვებთ ასეთი გოგონას ცხოვრებას, ან ვინმეს უსურვებთ? შეკითხვა. არაო. აი, კიდევ არა. ღვთისმშობლის ბიოგრაფია ხო ყვებია რა? ეს ხო ღვთისმშობლის ბიოგრაფია. აი ჩვენ ადამიანები აი ხშირად როგორ გითხრათ, აი სიტყვები არ ყოფნის, რომ გადმოგცეთ, აი სიტყვაც მინდა რომ მიჭეს გადმოცემა. არ ყოფნის სიტყვები. ყოველდღიურა ღვთისმშობელი თავისი სიდიადით გახდა, იმიტომ კი არა, რომ რაღაც ამ მიწაზე რაღაც ვიღაც ფიგურა იყო. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. როგორც აი რიგითებში დადიოდა, ჩვეულებრივი იყო, აი ჩვეულებრივი რიგითი. და საკუთარი ცხოვრებისეული სიმძიმეებით გამოირჩეოდა, ეს მარტივად მოგიყევით. ამდენი გაჭირვება გადაიტანა, თუნდაც დევნის დროს, თუნდაც გაჭირვების დროს, იოსების გარდაცვალების შემდგომ, როგორ ფიქრობთ, რამდენი შიმშილობა ექნებოდა გადატანილი. და ყველაზე მნიშვნელოვანი თავიდანვეაც იყო შემკული და არასოდეს დაუკარგავს სათნოება უფლის წინაშე. მოთმინება, თავდაბლობა, კრებამოსილება, სინაზე და ყველანაირი დადებითი თვისება, რაც შეიძლება კონდეს ხალხს. არასდროს არ დაუკარგავს და ყოველთვის ზღვარზე მეტი ქონდა. მის შვილს, როდესაც მის თვალწინ კლავდნენ წამებით, არ შეავსილა ბოროტებით, სიძულვილით, რისხანებით, არცად არ ფიქსირდება, რომ ღვთისმშობელმა ვინმე დაწყევლა. არ ფიქსირდება მსგავსი რამ, მისგან ეს არ მოდიოდა. და აი მე ხარებას არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. როდესაც მასთან მიდის მთავარანგელოზი გაბრიელი ხარებადდეს და სხვათა შორის ამ ქვეყნიდან გასვლის წინ 2 დღით ადრე კлау გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხაება და 60 ხის რტოს მიაწოდებს და ის რტო მიყვება მერე დასაფლავების ცერემონიას. იოანე თვის მეწყერს ეჭირა ეს რტო ხელში, როგორც მასთან ერთად იყო მერე, როგორც მაცხოვარმა უთხრა. და როდესაც მთავარანგელოზი ხარება დღეს ეუბნება, რომ შენ შეგეძინება ზე, კითხვა რომელსაც უსვამს წმინდა მარიამი, ახალგაზრდა მარიამი. ეს როგორ იქნება, მე ხო მამაკაცი არ ვიცი. ანუ აღთქმა მაქვს დადებულიო და როგორ უნდა გაცესო შვილიო. ამ დროს მithოვილია, ეს კიცებულებაა, რომ ხალხული იყო, აი მithოვილი იყო და მერე ხდება, გაბრიელ მთავარანგელოზის გამოცხადება. სულიწმიდა მოვიდეს შენზე და ზარე მაღლსა ხმარვდეს შენ, როდესაც უთხრა გაბრიელ მთავარანგელოზმა, ღვთისმშობელი ამბობს ასეთ სიტყვებს. აჰა ხელოვანი ღვთისა იყოს ნებისაებ უფლისა. აჰა, აგერა ვარ. არ ვიცი, ალბათ აბსოლუტური უმრავლესობა ამ სიტყვებს კი არ იტყოდა. არამედ იტყოდა შემდეგ სიტყვებს. კი მაგრამ სულიწმინდის მეშვეობით რომ შვილი გამიჩნდეს. ჩემ ქმარს როგორ დავაჯერო მე, რომ არ ვღალატო და მე ხო ქვები ჩამქოლავე, რა მეშველება, მე ხო მოვკვდები. ქვები ჩაქოლვა იყო ამ ქმედებისთვის და მე მას არც კი უფიქრია, რომ ჩაქოლავდნენ თუ არა ქვები. რატომ? იმიტომ რომ ბოლომდე იყო ღმერთზე მინდობილი. თუ ღმერთს უნდოდა მისი ქვები ჩაქოლვა დაემო მქარიყო. თუ არა და თვითონ ღმერთი მიხედავდა. მინდობილი იყო ღმერთზე ბოლომდე. ამიტომ არ დასვამს გავსი კითხვა, მიხიერი კითხვა არ დაუსვავს მას. მან დასვამ მხოლოდ ერთი კითხვა, სულიერი. აღთქმა მაქვს დადებულიო. ხარწულად დარჩენის და ეგ როგორ უნდა მოხდესო. იმიტომ დასვა კიდე მამები განმარტავენ, ეკლესიის წმინდა მამები, რომ მსგავსი რამ წმინდა მარიამს არ იცოდა ბიბლიიდან არ არსებობდა, რომ მამაკაცის გარეშე გაჩენილიყო შვილი. ადამ და ევა გაჩნდა, ადამი გაჩნდა ღვთისგან, მიწისგან მოზილა, ხოლო ევა ნეკნისგან. ხოლო შემდგომი უკვე ყველას აქ პატაშორი გამოსახავენ ადამ ზოგჯერ არის ცოტა ესეთი შეკითხვა, ტიპი არა აქვს ადამიანსო.
ისეთი მას გამოსახავენ, ტიპი არსად არ უჩვენს, მაგრამ ჭიპლარი როგორ მოიჭრებოდა ადამიანზე. ხოლო დანარჩენს ყველა ჭიპლარი ეჭრება. და ეს ჩვეულებრივად იბადებიან ასე, ხო ადამიანები. და ეს კითხვა დასვა მხოლოდ არ დაუსვამს მიწიერი კითხვა წმინდა მარიამს. უფრო მეტიც რომ ეთქვა მას წინააღმდეგობა, მომკლავენ მე და არ მინდა, ვერ გავრისკავ. არ ჩაისახებოდა მაცხოვარი, მესი არ მოვიდოდა. ხოლო მიძინება, 20 წელი თუ 22 წელი ელოდებოდა ამ ქვეყნიდან გასვლას. როდესაც ჯვარცმულ მაცხოვარს უყურებდა ყოლაწმინდა ღვთისმშობელი, იქვე იდგა, სადმე შორს კი არა, დედა სად იქნებოდა. მივიდოდა მაქსიმალურად ჯვართან, ხო? ფეხებთან ახლოში მივიდოდა. საბოლოოდ არ მიუშვებდნენ ჯარისკაცები, მართალია, მაგრამ მივიდოდა ახლოში. იონე ღვთისმეტყველი გვერდით უდგაო. აჰა, ძე შენი, ეუბნება იონე ღვთისმეტყველი ჯვარცმული მაცხოვარი, ღვთისმშობელს. და ღვთისმშობელმა მიიღო იქო იონე ნათლმცემელი როგორც საკუთარი შვილი და იონე ნათლმცემელი გამოსახავს რა, არის რა მოციქული, გამოსახავს კაცობრიობას, ამ შემთხვევაში ქრისტეზე მინდობილ კაცობრიობას. და ვინც ქრისტეზე არის მინდობილი, მათ მიმართ ეუბნება ღვთისმშობელს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, აჰა, ძე შენი. ჩვენი არჩევანია, ძვირფასებო, შემოკარგებო, იქნებით თუ არა ღვთისმშობლის ზენი, ჩვენ უფრო ეშმაკის ზეობა უფრო გვირჩევნია. ამ მიწის ზეობა უფრო გვირჩევნია. ამ მიწიერი მონობა, მსახურება უფრო გვირჩევნია, იმიტომ რომ ხანდახან მშვიდება. და საჭმელს ვინც გვაჭმევს, ფული საიდანაც მოდის, მისი მსახურები ვარ და არა ღვთის. სამწუხაროდ ასე გვემართება, სამწუხაროდ. და ასეთი რაღაცების შეცვლის გარეშე ცხონება, არ გეტყვით რომ ქართულდებათ, რომ პრაქტიკულად გართულებულია, შეუძლებელიც კი არის. მაგრამ მაინც მოდი იმედი დავიტოვოთ, რომ ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში. და რას ეუბნება იონე ნათლმცემელს უკაცრავად ღვთისმეტყველს, აჰა, დედა შენი. და თუ ჩვენ მისი სახით თელ კაცობრიობას ეუბნება, ქრისტეზე მინდობილ კაცობრიობას, ბუნებრივია, ვინც ქრისტეს მესიად აღიარებს, თორემ ვინც ქრისტეს მესიად არ აღიარებს, აქ ქრისტემ რა თქვა, მისთვის არანაირი ფასი არ აქვს, ხო ასეა. ეს რას ნიშნავს? თვითონ ჩვენთანაც გითხრა, რომ ყოლაწმინდა ღვთისმშობელი არის თითოეული ჩვენთაგანის დედიკო, ზეციური დედა. და რაოდენად დიდი სიმდიდრეა ეს ყოველი ჩვენთაგანისათვის. და თუ კი ჩვენ შვილად შეგვიძლია, ჩვენი არჩევანია. იყოს ის ჩვენი დედა და ჩვენ იყოთ მისი შვილი. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ლაპარაკის დროს მამაკაცებმა სულ ჩემი დედა უნდა ვიზახოთ. აუცილებელია. ხო ასეა. დედა ხო ღვთისმშობელია და როცა ვიძახით ჩემი დედა და ასე უნდა ვაკეთოთ, აუცილებლად. ხო ასეა. მართალია. ო, კი, ეგრეა. დედის ხსენებაზე როგორც კი ჩვენი კულტურა, ჩვენი ღირსება, ისტორიული. ქართველი ყოველთვის ითვლებოდა კავკასიაში ღირსების ეტალონად. ქართველის ეს სწორდებოდა მთელი კავკასიური ღირსება. იყო ეს დრო და მთელი დედამიწის ღირსება კავკასიურ ღირსებაზე სწორდებოდა. ასე იყო, როცა ქართველი ქართველობდა. დღეს რა გვემართება? დღეს რა გვჭირს? შევიყვარეთ ეშმაკი ღვთისმშობელზე მეტად, კი არა? რავიც, აღარ შვილი გვინდა, აღარ მომავალი გვინდა, აფელი არ გვინდა. დავივიწყეთ. დედაზე როცა საუბარს იწყებდა ქართველი კაცი, ის წინადადება წყნარად უნდა წარმოთქმულიყო. ხმამაღალი ტონალობითაც კი თუ ითქმებოდა წინადადება, სადაც სიტყვა დედა ერია, სმენელი შეურაცხყოფა დგებულობდა. დღეს რა გვჭირს? რაც გვჭირს ყველა ვიცით. გამოსავალიც ვიცით. აგრამ გვინდა? ან თვითონ ვიჩევთ გამოსავალს, ან მტერი მათრახით აგვარჩევებს.
ღმერთი მათრახით აღვარჩევიეს მტრის ხელით. ესე იქნება ხვალიდელი დღე. ან თვითონ ვნახულობთ გამოსავალს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი დამოუკიდებულება ყოფილიყოს. არა ისეთი კი არა, რომ წავდექით ღვთისმშობლის ხატის წინ და რაღაცა შეკვეთები მივეცით. ასე მინდა ღვთისმშობელო შემეწია, ის გამიკეთე. ბიჭო რა, აი ბიჭო ხარ თუ გოგო ხარ, არ ვიცი რა. არ მინდა ესე გამომივიდეს. რა ნამუსით თხოვ, აი ღვთისმშობელს რაღაც თხოვნებს, აი არ გწხვენია, სინდისის კენჯნა აღარ გაწუხებს, ხოლა რა. სინდისის კენჯნა არ გაწუხებს, კაცო, საკუთარი შვილების სისხლში ცურავ, იმას არ ნანო, ბიჭო. ქვეყანის სიყვარული შენ არ აგაქვს, იმას არ ნანო, ოჯახი შენ არ იცი, დედა შენ არ გიყვარს, მამა შენ არ გიყვარს, მორიდება მოკრძალება არ აგაქვს, იწევლები, იგინები, ცხოვრება გაქვს, ყველანაირი ნორმით ღვთისგან გადავარდნილი. რა ნამუსი თხოვ მას რაღაცებს. შენი საქციელის გამო სინანული უნდა გაგიჩნდეს, მეგობარო. სინანული შენი ქმედების გამო თქვენს და მეც. და მერე შეიძლება ღვთისმშობელთან, აი როდესაც იგავი არის მეზვერესა და ფარისევლის. მეზვერე როგორ იდგა? თვალს ვერ წევდა ზევით. თავდახრილი იდგა და გულზე მჯიხს იკრავდა, ღმერთო მიხინე ცოდვილს ამასო. იმიტომ რომ ნანობდა თავის აქციას. რაღაც მსგავსი განცდა უნდა ვთხოვოთ უფალს. მსგავსი განცდა სინანულისა, ჩვენი ურჯულოების, უღმერთობის, ჩვენი ღვთისგმობის, ღვთისმშობლისადმი სიძულვილის სინანული გჭირდება. მას ყველა შემთხვევაში უყვარვართ. ესეთები როგორიც ვართ, მაგრამ არ გვაცხონებს, იმიტომ რომ თავად არ გვინდა. არ მიდის ჩვენი სურვილის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ცხონებისთვის პირობა აქვს მოცემული მაცხოვარს. უარყავ თავი შენი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექიო. ის კი არ გითხრა მაცხოვარმა, აი როცა ვიცით ხოლმე თქმა გაგვიგონია, ღმერთსა დამიფაროს, რომ მსგავსი რამე თქვა. მოწყალია ღმერთი და რასაც მაპატიებს. სად გითხრა ღმერთმა, განხორციელებულმა, მიდი აკეთე, რაც გინდა აგერავარ, მე გპატიოფო. სად გითხრა ასეთი რამე? ad gitxa ასეთი რამე ძვირფასო ადამიანო გითხრა რომ შეინანე რამე თუ მოახლოვდა სასופველი საცა შეინანე ეს არის საფუძველი ღმერთთან მიახლოების ცხევლის სინანულისან გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა და როდესაც დაასაფლავეს ყოლაწმინდა ღვთისმშობელი მერე წმინდა წელში აღარ წერია რა თქმა უნდა მაგრამ გადმოცემით არის რომ თომა მოციქული არ იმყოფებოდაო აი მიძინების წინ ვიცით რომ ღრუბლებით მოვიდა ყველა მოციქული სხვადასხვა მხარეს იყვნენ საკადაგებად აიტაცოდა მოიყვანა და ფათაშორის ბევრი კითხვა არის დასმული ღვთისმშობლის მიძინების დროს მაცხოვარი როცა ადგას პატარა გოგონა უჭირავს ხელში ვინ არის ეს აი როგორც ღვთისმშობელმა მკლავზე ყავდა იესო როცა ზრდიდა შემდგომ უკვე როდესაც გადის იესო როგორც ღმერთი მის სულს იბარებს როგორც პატარა ბავშვს აი ამას განასახიერებს ეს ახლა წაივეთ ჩვენს დასავლეთ კედელზე ფრესკაზე არის შემდგომ ახლა ყველა ნუ შეტრიალდებით ერთად მიერ და შეგიძლია ნახოთ და თომა მოციქული არ იყო მათ შორის როცა მერე მოვა და გახსნიან საფლავში ღვთისმშობლის გვამი აღარ იყო როგორც გვასწავლის წმინდა ეკლესია ღვთისმშობელიც ასევე ცოცხლად არის არ უხილავს მას ხორციელი გახრწნა ვისი ხორცი არ გახრწნილა ხორციელად არის აყვანილი ზეცად ყველაზე ღვთისმშობელი ფარავდეს ჩვენი ქვეყანა ვართ ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა და ჩვენ ეს ფეხი-ფეხზე შემოდების უფლებას კი არ გვაძლევს ეს ღვთისმშობლის წირხვედრი ვარ და რაღაცა მიხედავს ღვთისმშობელი და ფეხი-ფეხზე შემოდების უფლებას კი არ გვაძლევს პასუხისმგებლობას გვიზრდის რომ ჩვენ ამისთვის უნდა ფრთხილად ვიყოთ, ყურადღებით ვიყოთ და მეტად უნდა ვზრუნავდეთ ამ დიდი პატივისათვის, რაც გვერგო. ეს არის ჯარისკაცობა.
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ჯარისკაცები უნდა ვიყო ჩვენ, რომ უნდა არ უნდა დაუშვათ არაფერი, რაც კი ღვთისმშობლის საზიანოა და საწინააღმდეგოა მის წილხვალ ქვეყანაში. ეს ნიშნავს მისი შვილობა და ეს ნიშნავს იყო ჯარისკაცი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის. აღლოცვილი განყოფოთ, გაგახარდო, გაგაძიროთ მაღალმა ღმერთმა. ჩვენთან არ ღმერთი.